ნახат საკმარისად ახლოს მოზუმავ აღმოაჩენ კაცს, რომელიც სახრჩებელზე ჰკიდია. მის გვერდით კი მეორე. აქ ნახავთ ბორბლებზე დამაგრებულ კვამებს და ტალახში გაფანტულ ძვლებს. რადგან აქ სიკვდილი ყველგანაა, ქრისტეს გოლგოთისაკენ მიმავალ მსვლელობაში. მაგრამ სად არის თავად ქრისტე? აქ არის დასახიჩრებული კაცი, რომელიც დახმარებას ითხოვს. ძაღლი, რომელიც ძვლების გროვაში თამაშობს. კრავი, რომელიც ელოდება როდის შესწირავენ. მაგრამ სად არის ქრისტე? არა, ეს კაცი ქრისტე ნამდვილად არ არის მიუხედავად იმისა, რომ ჯვარს ატარებს. არც ეს უბედური კაცი არ არის ქრისტე მიუხედავად იმისა, რომ ისიც საკუთარ აღსასრულს უახლოვდება. ცნობის მოყარე ხალხის წრე გარს ერტყმის მოვლენას. ორი ჯვარი უკვე მზადაა და როგორც ჩანს, მესამეც მალე მზად იქნება. მაგრამ სად არის თავად ქრისტე? აი, ზუსტად აქ. ტალახში ამოსვლილი და ცინული, შეურაცხყოფილი. გარშემომყოფები კი ან თვალს არიდებენ, ან უყურებენ და არაფერს აკეთებენ. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ტანჯვასა და სიკვდილზე შექმნილი ნახატია, ის ასევე გვიჩვენებს, რამდენად მარტივია გაჩერდე და უყურო. თავი არიდო და გვერდზე გაიხედო. და მისი ამ მნიშვნელობით ეს 400 წლის წინ შექმნილი ნახატი სამწუხაროდ დღესაც ძალიან აქტუალურია.